ね、お会いできて本当に嬉しいです。体を正しく使うことによって、歴史とかね、文化の本当に深い素晴らしい国だなと初めて来て感じました。あと食べ物がもう日本にはないような食べ物、あとワインが。ジョージアの選手に関しては毎回ヨーロッパ大会ワールドカップを見ていてすごくアグレッシブな戦いをするので、今日練習も拝見してすごくレベルが高いという印象を持ちました。鍛えると同時に相手のことを思いやったり尊重したり、それがねやっぱり強い人間の役割だと思うので、ぜひコーチもそうだし子どもたちにはそういった強さと同時に優しさだったり、あと相手を尊重したり、そういったことをお互いにねいいところを日本とジョージアで同じように高め合えればなという印象を強く今回持ちました。დღეს დაიწყო სემინარი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მეთაურობით კენიჩი ოსადასი, ასევე მას ახლავს ალექსეი კონონენკო, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ინსტრუქტორი და ისტორიაში ძალიან ძლიერი სპორტსმენი. ამ სემინარებზე ჩვენ, როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ გავდივართ კუდოს სპეციფიკურ ტექნიკას, სადაც ქართულ სპორტსმენებს აჩვენეს ის სპეციფიკა, რაც მიჭირდება კუდოს ბრძოლის დროს გამარჯვების მიღწევისთვის. ეს არის პატარა ნიუანსები, რომელიც დღეს ინსტრუქტორებმა ახსნეს და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ჩვენთვის მწვრთნელები და ინსტრუქტორებისთვის. დღეს გადმომეცა შავი ქამარი, ოქტომბერში ჩავაბარე ბულგარეთში შავ ქამარზე და დღეს ოფიციალურად გადმომცა კუდოს, იაპონიის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად შავი ქამარი. და ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია და ვაპირებ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას.